წმინდა 9 ყრმატოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. დილომშვიდობისა მამა თომა. დიდი მადლობა სტუდიაში მომწანებისთვის. დილომშვიდობის უფალი შეგვეციოს და მშვიდობა მოგცეს. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ ჩვენს ცხოვრებაში უფლისთვის დროის დათმობის მნიშვნელობაზე. პირველ რიგში, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამ კითხვით რომ დავიწყოთ და რა არის მთავარი მიზეზი ალბათ იმისა რომ სამწუხაროდ ეს არის კაცობრიობის პრობლემა, ხო? ვერ ვნახულობთ, ვერ აზროს, ვერ უთმობთ დროს ჩვენს უფალს. დილამშვიდობის. მოკლედ თუ გინდა რომ დრო დავინახოთ ისე როგორც მინდა რომ ხა ვისაუბრო, მაშინ უნდა დავივიწყოთ საათები, დავივიწყოთ კალენდრები, დავივიწყოთ წუთები და წამები და დავინახოთ დრო არა როგორც უბრალოდ მატერიალური ქმნილება და რაღაც მოვლენათა თანრიგი, არამედ როგორც რესურსი, როგორც საჩუქარი ღვთისგან ბოძებული იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ ის რისთვისაც შევიქმნით. ვიყოთ ხატნი და მსგავსნი ღვთისა, ვიყოთ ბედნიერები, ვიყოთ წარმატებულები. ეს ჩვენ შეგვიძლია, ყველას შეუძლია. და თუ ადამიანი საკუთარ ცხოვრებაში არ კონცენტრირდება მთავარზე, რისთვისაც ის შეიქმნა, ღვთის ხატებაზე და მსგავსებაზე, არ კონცენტრირდება სასუფეველზე და არ ცდის იმას რომ საკუთარი ცხოვრების დრო როგორც რესურსი გამოიყენოს განხრთობისთვის, მაშინ ადამიანს უბრალოდ ცხოვრება ისე გაზდის რომ თითქოს ზინავს და აი ამ ძინარებაში ამ ქვეყნიურ საქმეებზე იმდენ დროს ხარჯავს, მთავარი ავიწყდება და ალბათ შეიძლება ისე გარდაიცვალოს ზოგიერთი რომ გამოფხიზლება და გამოღვიძება ვერც კი შეძლოს. დრო ყველაზე დიდი დანაკარგია. იონე ოქროპირი ამაზე პირდაპირ საუბრობს. ყველაზე დიდი დანაკარგი არის დრო. რატოა დანაკარგი? იმიტომ რომ გვაკარგვინებს ყველაზე მთავარს, საკუთარ თავს, ბედნიერებას. დარწმუნებული ვარ, ეხლა მაყურებელი დრო ვინც გვიყურებს და ვინც გვისმენს, ერთხელ მაინც იგრძნობდა თავის ცხოვრებაში რა არის დაკარგული დრო და დაკარგული დროის ფას, ერთხელ მაინც შეიგრძნობდა. და ჩვენი ცხოვრების დროს თუ შევხედავთ ისე ხატოვნად რომ თითქოს ის იყოს ტილო, რომელზეც ჩვენი ცხოვრების ნახატი უნდა დავხატოთ. ხოლო ჩვენი არჩევანი და ჩვენი მოქმედებები თითქოს ის საღებავია, რომლითაც ეს ტილო იხატება, საბოლოო ჯამში რაღაც სურათს ვიღებთ ყველანი ინდივიდუალურად. მე პირადად ვისურვებდი რომ ჩემ ცხოვრებაშიც, თქვენ ცხოვრებაშიც და აი ხლა ვინც გიყურებს, იმ ადამიანის ცხოვრებაშიც ისეთი ტილო დახატული იყოს ცხოვრებისა, რომლითაც თვითონაც გაიხარებს, ღმერთიც გაიხარებს და მოყვასიც გაიხარებს. და ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა და ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ადამიანი გაიღვიძებს, როცა ადამიანი იტყვის, რომ მე კი მაქვს ეს დრო, მაგრამ რაში ვხარჯავ, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ დროს არ ვკარგავთ. უბრალოდ არ გვინდა შეიძლება რაღაცეები. დროის დაკარგვა სინამდვილეში შეგრძნება არის ჩვენ რასაც ვიღებთ, მაგრამ იცით რას ეფუძნება? ეფუძნება იმ ამბავს, რომ უბრალოდ ავირჩიეთ ისეთი რაღაცის კეთება, ისეთ რაღაცაში ჩვენი დროის ხარჯვა, რომელიც სინამდვილეში არაფრის მომტანი ყოფილა, ამის შემდგომ გრძნობთ ჩვენ დროის დაკარგვის შეგრძნებას. და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც იცოცხლა გარკვეული დრო და უცბად აღმოაჩინა, რომ მას დრო რაც ქონდა ცხოვრების, უბრალოდ ისე დაუხარჯავს, რომ თავარ მიზანს ვერ მოახმარა, არასწორი ფსონი დადო, არასწორი არჩევანი გააკეთა საკუთარი დროის ხარჯვის. წარმოიდგინეთ როგორი ცუდი იქნება მისი განცდები. არავის არ ვაშინებ, უბრალოდ რეალობა ესეთია. ჩვენ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში 5 წუთზე, 10 წუთზე ან 1 საათზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისთვის დავხარჯე ეს დრო და ამის გამო ცუდად ვიგრძნოთ თავი. წარმოიდგინეთ ადამიანი სამწუხაროდ თუ მან მთელი ცხოვრება ასე უაზროდ და უმნიშვნელოდ გაატარა. შეიძლება ადამიანს ერთი მთავარი დროის ქურდი არსებობს, ესეთი დროის ქურდებიც არიან. მარტო ისე ქურდები კი არ არიან, დროის ქურდებიც არიან და აი მაგალითად რა არის დროის ქურდი? სიზარმაცე დროის ქურდია. დიახ. ბევრ საქმეზე მიდებმოდება დროის ქურდი. მთავარი რა გასაკეთებელი ამას თუ არ აქცევ ყურადღებას, ეგ ეს დროის ქურდია. ხვალ დავიწყებ, ეს დროის ქურდია. ორშაბათიდან ვიწყებ, ესეც დროის ქურდია. ბევრი დროის ქურდი გვყავს. და სინამდვილეში ეს დროის ქურდები, რომელიც ჩვენ ცხოვრების დროს ვყარავენ, აი წუთებს, წამებს და საათებს და კალენდრის დღეებს კი არ გვყარავენ. ფსონი გაცილებით დიდია. ისინი მარადისობას გვყარავენ. იმიტომ რომ დრო, თითოეული წამი, თითოეული წუთი, ეს არის თითოეული საფეხური კიბისა, რომლითაც ჩვენ ზეცამდე უნდა ავიდეთ, რომლითაც ჩვენ სასუფევლამდე უნდა ავიდეთ. დრო ეს არის თითო აგური,
რომლითაც ჩვენი სულისთვის მყუდრო და მტკიცე სახლი უნდა ავაშენოთ, რომელშიც ჩვენს ბედნიერები ვიქნებით და ჩვენს გარშემო მდგომ ადამიანებსაც ბედნიერებას მივანიჭებთ. დრო ეს არის საშუალება ამ წუთიერიდან მარადისობაში შეხვიდე, ოღონდ არა როგორც წაგებული, არამედ როგორც გამარჯვებული, როგორც ღვთის ხატი და მსგავსი, ის რისთვისაც ღმერთმა შექმნა. ასე რომ ჩემთვის პირადად დრო მარტო კალენდარზე არსებული დღეები, მარტო წუთები და წამები არ არის. ის არის საშუალება რეალიზდე და გავხდე ის, რათაც ღმერთმა მე ჩამიფიქრა, რისთვისაც ღმერთმა მე შემქმნა და რისთვისაც მომსადრო როგორც ნიჭი და როგორც საბოძვარი ჩემი და სხვების ბედნიერებისთვის. ამიტომ ფაქტობრივად ისაუბრეთ იმ შესახებ, თუ რა შეიძლება დაკარგოს ადამიანმა, როდესაც უფლისთვის ვერ გამონახავს დროს, ხომ? მაგრამ მოდით რჩევაც მოგვეცით და დაგვარიგეთ თქვენ როგორც მოძღვარმა, როგორ უნდა გამონახოს ადამიანმა დრო, როგორ უნდა შეაჩვიოს და შეამწადოს თავი სწორედ ამ მარადისობისთვის და როგორ შეაჩვიოს და გადაანაწილოს დღე ისე, რომ თუნდაც 5 წუთი, 10 წუთი გამოყოს უფალთან ურთიერთობისთვის. შეიძლება ვთქვათ, თავდაპირველად დავიწყოთ მართლა 5 წუთით და ყოველდღიურად მერე გავზარდოთ ეს დრო, ხო, მოცემული, ასე ვთქვათ, 10 წუთით, 15 წუთით შეიძლება თავიდანვე ყველამ ვერ შეძლოს ის, რომ ლოცვები, რომელიც არის მოცემული, დილას წასაკითხი ლოცვები, საღამოს ლოცვები და ასე შემდგომ თავიდანვე ვერ აუწყოს ამ ყველაფერს ფეხი. შეიძლება დაიღალოს და იგივე დროის მპარავი სიზარმაც შეეპაროს ადამიანს, ხომ? მაგრამ შეიძლება თავიდან სულაც დავიწყოთ იმით, რომ ეს 5 წუთი ჩვენ თავად, ჩვენი სიტყვებით მივმართოთ უფალს და შემდგომ უკვე ლოცვის მეშვეობით გავაგრძელოთ უფალთან ურთიერთობა. აი თქვენი რჩევები როგორია მამათო? ჩემი პირადი რჩევების რა გითხრათ, ალბათ ჩემ გამოცდილებას ვერ დავარქმევ ამას, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება თუ რამეა ის სინამდვილეში ეკლესიის და სხვა ადამიანების გამოცდილებაა, რომელიც ჩემთან გაზიარდა. მე მხოლოდ ინფორმაციის მიმღები ვარ ამ შემთხვევაში და მე გამცემ. ახლა მოდი ერთი რამე ვთქვა. რას თქვენ თქვით, გეთანხმებით ყველაფერში გარდა ერთისა, რომ ჩვენი დრო თითქოს უფალს უნდა დაუთმოთ. უფალს კი არ უნდა დაუთმოთ. საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ დრო. უფალს ჩვენი დრო არ ჭირდება. ჩვენვე გვჭირდება ჩვენი დრო. ცოდნას კი არ ჭირდება დრო. ჩვენ გვჭირდება დრო, რომ ცოდნა მივიღოთ. უფალს კი არ ჭირდება დრო. ჩვენ გვჭირდება დროის სწორად გამოყენება, რომ უფალი გავიცნოთ. მასთან მიმეგობროთ, მისი ხატი და მსგავსი გავხდეთ. და ერთ-ერთი ქურდი მართლა ესეთია დროისა, რომელიც ამბობს, რომ რა აზრი აქვს 5 წუთი ლოცვას, რა აზრი აქვს ერთი დღე მარხვას, რა აზრი აქვს სახარებიდან ერთი თავის კითხვას. ეგ ისეთი ცოტაა, ეგ ისეთი პატარაა, რომ შედეგს არ მოგიტანს. ეს დროის და წარმატების და ბედნიერების ძალიან მნიშვნელოვანი ქურდია, რომელიც ადამიანს თააგონებს, რომ პატარა ნაბიჯს აზრი არ აქვს. და სინამდვილეში ქრისტემ რა გვასწავლა, რას გვასწავლის სახარება? დაიცავით მცირე და თქვენ მოგეცემათ დიდი. ვინც დაიწყებს ცირის დაცვას, ვინც დაიწყებს მცირედით შესრულებას საკუთარი განხრთობის, თეოზისის პროცესისას, ის აუცილებლად დიდსაც შეძლებს. წეგნა ხო თქვით, რომ დრო ეს ერთგვარი კიბია მარადიულობამდე და სასუფევლამდე. ვინც პირველ ნაბიჯს გადადგამს ამ კიბეზე, მეორესაც შეძლებს. მერე მესამესაც შეძლებს. შეიძლება ფეხის დაუწდეს, ჩამოვარდეს, მაგრამ გამოცდილება როცა აქვს უკვე წინსვლისა და იტყვის, რომ მე ხო მარტო არ ვარ ამ გზაზე. ჩემთან ხომ უფალი და ღმერთს მოუხმობს შველისთვის, უფალი ხელს მოკიდებს მას და დაეხმარება ამ კიბეზე ასვლაში. ეხლა მოვა ივანე კიბის აღწერელის ხსენება და ამ საკითხზე ბევრი უნდა ვიფიქროთ. კიბეზე ასვლა დროის სწორი მიმართვის და მართვის გარეშე შეუძლებელი. ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ დროის მართვა ნიშნავს ბევრი საქმის კეთებას. ეს ტყუილია სინამდვილეში. დროის სწორი მართვა ბევრი საქმის კეთება კი არა, რაც საჭიროა იმ საქმეზე კონცენტრირება და იმ საქმის კეთება. ახლა ჩვენ ხო ეთერში ვზივართ. და ჩვენ რო ვთქვათ ახლა, რომ ჩვენ ახლა ჩვენი ცხოვრება რო ნაყოფიერად ვაქციოთ, მოდი ახლა ბევრი რამ მოვასწროთ აი ამ ეთერში და ავდგეთ და რავი, თან დალაგება დავიწყოთ, თან ვილაპარაკოთ, თან ოპერატორს მივეშველოთ, თან სამონტაჟოში შევიდეთ, თან ბევრ რაღაცას რომ მოვედმოვედოთ და დავკარგოთ ჩვენი ხაზი. ეხლა სადაც ვართ ის, საბოლოო ჯამში შედეგს ხო ვერ მივიღებთ. ცხოვრებაც ესეა. ანუ ბევრ რაღაცაზე მოდება ბჭყალებში ეს სიტყვა, ანუ ბევრი კონკრეტული გრძელვადიანი მიზნის დასახვა და ამ მიზნებში გაბნევა ხშირად შეცდომას იწვევს ადამიანში. ჩვენ თავარია რაღაც კონკრეტულზე კონცენტრირდეთ და თუნდაც 2 წამი
ანუ 2 წუთი, 5 წუთის ბევრია ხშირად. აი 2 წამი ან 2 წუთი დაუთმოთ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტას. რას ამბობს მოციქული პავლე? გაუფრთხილდით დღეებს. გაუფრთხილდით დროს, უпростоრეთ, რამე თუ დღენი ბოროტნი არის. სინამდვილეში ჩვენ ცხოვრების განმავლობაში დროს არ უფრთხილდებით და დღის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების სიბოროტეები, რაც ნერვიულობა, წარუმატებლობა, განსასწრებელი პრობლემები ყოველდღიური იმდენად მოქმედებენ ჩვენზე, რომ თავარს გვავიწყებენ. მართლა ესეა ჩემო ძვირფასებო. ამიტომაც ვალდებულნი ვართ გაუფრთხილდეთ დროს. ეს ეფესელთან მიმართ ეპისტოლეშია მე-5 თავის, მე-15, მე-16 მუხლებით. თუ წაიკითხავთ, ნახავთ პირდაპირ წერს ამას მოციქული პავლე. კოლასელებს ეუბნება, რასაც აკეთებთ ყველაფერი მთელი გულით გააკეთეთ, თითქოს უფლისთვის აკეთებდეთ. და ეს რას ნიშნავს? აი კონკრეტულად 2 წუთი თუ ავირჩიეთ, ან კონკრეტულად 3 წამი პირდაპირ გაგებით თუ ავირჩიეთ და იმ დროში კონცენტრირდით მთელი ჩვენი გულით, მთელი ჩვენი არსებით კონკრეტულ საქმეზე, თუნდაც ამ ჭიქის იქით გადადგმა იყოს და საკუთარ თავს უთხარით, რომ თითქოს ეს ზუსტად ის საქმეა, რასაც უფლისთვის, ქვეყნისთვის და ნამდვილი წარმატებისთვის ვაკეთებთ, ხარისხიანად გავაკეთებთ მე. ოღონდ ისე გავაკეთებთ, რომ სიმძიმედ კი არ გვექცევა და კი არ დავიღლებთ. პირიქით გავიხარებთ, შეგვერგება. აი წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც თამაშობს. და ჩვენ რო უთხრათ ახლა, რომ ბავშვებო, თქვენ, რა ვიცი, დაიღალეთ ამ თამაშით, აი მარტივია. მე რამდენჯერ ბავშვებისთვის მithქვავს, რომ არ დაიღალეთ თამაშისთვის და მე მიხურებენ და არა მეუნებიან. და მე ჩემი თავი გამხსენებია, თამაშით როგორ შეიძლება დაიღალო? აი ბავშვი იმდენად არის მაგ დროს ჩართული და თავის ცხოვრების დროს და ემოციას და განცდას იმდენად სრულფასოვნად დებს ამ პროცესში, რასაც თამაში ქვია, რომ იქიდან ჩვენ ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ. ყველა საქმე სინამდვილეში თუ ისეთივე გუწფელობით და მონდომებით ვაკეთებთ, როგორც ბავშვს რო უყურებთ, რომ მთელი გული თამაშობს, დამიჯერეთ, რომ ჩვენი ცხოვრების ის დრო ისეთი მიზანმიმართული იქნება, არც დავიღლებით და გავიხარებთ კიდევაც. მაგალითად, მარხვას თუ შევხედეთ ისე როგორც ტვირთს, მასში სიხარულს და აი ამ დინამიკას სიხარულისას კი ვეღარ გზნობთ, არამედ ტვირთად გვექცევა და ვფიქრობთ, რომ ახლა რა იმარხულებს კაცო, ახლა 40 დღე მომარხულე ხო? მაგრამ როგორც კი მას შევხედავთ, როგორც ჩვენი სულისთვის სასარგებლო პროცესს, როგორც ბავშვი უყურებს თამაშს, როგორც კი მასში ჩვენ განვითარებას და სიხარულს დავინახავთ, დამიჯერეთ, რომ მარხვის 40 დღე ისე გავა, რომ თან სიხარულს მიიღებ. თან სიამოვნებას მიიღებ, თან მართლა გაიზდები, თან მართლა რაღაც ახალ უნარს შეიძენ, ახალ რაღაცას დაინახავ, შენი ცხოვრების კიბეზე ახალ საფეხურს დადებ, შენი სულის მყუდრო სახლის ასაშენებლად ერთ აგურს შემატებ და ამგვარად ბედნიერი და წარმატებული იქნები. რას ამბობს უფალი, როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, ზეთი იწყეთ, მადლი მიიღეთ, სიხარული მიიღეთ და სხვასაც პოზიტიური ენერგია გადაეცით. ეს სინამდვილეში ესეა. მარხვაში თუ თავი დავხარეთ და გულში ჩავიხედეთ, ეს ჩვენთვის უნდა ვაკეთოთ. მარტო როცა განმარტოვდებით მაშინ. თორე ადამიანების წინაშე თავდახრილნი და გულჩათხრობილნი და არიქა ეხლა მარხვა და არ გელაპარაკები, ეს პროცესი არ შეიძლება. ხა მარხვას რატო შევეხე? იმიტომ რომ ეხლა მარხვა. და შეიძლება ვიღაც ადამიანი გვიყურებს ამ წუთას და ფიქრობს, რომ აგერ მარხვის ნახევარი გავიდა უკვე განზოგება. და არ დამიწყია მარხვა და რაღა აზრი აქვს ჩემ მარხვას. ვიღაც შეიძლება ასე ფიქრობდეს. პირდაპირ ვეტყვი, რომ აქვს აზრი. დღეს დაიწყეთ. ნუ გადადებთ ხვალისთვის. სინამდვილეში ჩვენ სინამდვილეში მხოლოდ დღეს ცხოვრობთ. და თუ რაღაცა ხვალისთვის გადავდებთ, ის შეიძლება დაკარგული იყოს. წმინდა მამები პირდაპირ ამბობენ, მხოლოდ ერთი დღეა ჭეშმარიტი, დღეს. გუშინ და ხვალ დაკარგული. იმიტომ რომ თუ ხვალეზე ფიქრობს ადამიანი დღევანდელი დღე ისე გაეპარება, ხვალისთვის ვერ მოემზადებ. რას ამბობს უფალი? ნუ ზრუნავთ ხვალისთვის, ხვალემ თავისთვის თვითონ იზრუნოს. თქვენთვის დღევანდელი საზრუნავი საკმარისია. და თუ ადამიანმა თავისი დღე ვერ დაგეგმა ისე, რომ დილით 2 წუთი ილოცოს, არ უნდა ნახევარი საათი, 2 წუთი ილოცოს, მერე გზაშიც უფალს დაელაპარაკოს. მოყვას მიზანმიმართულად გვერდში დაუდგეს, სიკეთე გაუკეთოს. სულიერ განვითარებაზე კონკრეტული რეალური ნაბიჯი გადადგას არჩევანით. მაშინ დღე ისე გაიპარება, რომ ჩვენ ზეცამდე მისასვლელ კიბეზე ვერ გადავდგავთ ნაბიჯს. მაშინ დრო ისე გაიპარება, რომ თითქოს ჩვენ სულს ეძინა და მე გვიანი იქნება განვლილი დროის გამოსწორება. ამიტომ სარამდროა უნდა უთხრათ სულს, რა უნდა უთხრათ? განიღვიძე სულ. განიღვიძე სულო ჩემო, სადამდე გძინავს.
გაიღვიძე. უნდა გავიღვიძოთ. სულ ძილი არ შეიძლება. ფიზიკურ ძილს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. სულიერ ძილს გულისხმობ და სულიერი ძილი არის ძილი პროცესი, როცა ამ ქვეყნიურ საქმეებში ხარჯავთ ჩვენ დროს და რეალურად ჩვენი რეალური დანიშნულებისთვის არ ვიყენებთ მას. მამა თომა, ბავშვები ახსენეთ და საინტერესოა, როდის ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში აი ეს ცნობიერება, აი ამ ყველაფრის აღქმა, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რომ დროს სწორად გადავანაწილოთ, უფალთან ურთიერთობა რომ აუცილებელია. როდის იწყება ამ ყველაფრის აღქმა, ეს არის დასწავლადი თუ შეუძლია ბუნებრივად შეიძინოს ადამიანმა ეს კონდეს უпростоრად ბუნებრივად თავის ცხოვრების განმავლობაში. აუცილებელია თუ არა აქ ოჯახის ჩართულობა, მშობლის, სულიერი მოძღვრის. ხო, როდის ხდება ეს ალბათ უფრო ინდივიდუალური ამბავია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდია. მაგრამ ეს დასწავლადი უნარი რომ ამაზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას. შეძენადი უნარი რომ არის. და ისიც უნდა ითქვას რომ შეძენადი იმდენად არ არის, რამდენადაც ჩვენში ეს პოტენციალი ღმერთმა უკვე ჩადო. ბევრი მოძიება და ძებნა არ გვჭირდება. უბრალოდ პრაქტიკული ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ეს უნარები გავაცოცხლოთ ჩვენში. ეს ნიჭები ჩვენში დევს. თავარია მიწაში არ ჩავფლათ. თავარია უბრალოდ ვაქმნიოთ, ანუ გამოვიყენოთ პრაქტიკაში. მშობლების მხრიდან მაგალითის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან ხშირად თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებით მატერიალური საკითხები ჩვენს ყურადღებას ძალიან ითხოვს. მშობლებს აღარ რჩებათ რეალურად დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ბავშვებს არ აქვთ ბჭყალებში დრო ერთმანეთთან ურთიერთობისთვის. ადამიანები ამბობენ, რომ დრო არ მაქვს. რომ ეკითხები წირვაზე, რატომ არ მოდიხარ? რატო არ ეზიარები ქრისტეს? რატო არ ცდილობ შენი სულის ცხონებაზე ფიქრს? ამბობენ, რომ დრო არ აქვთ. და ქრისტიანობას რო თავი დავანებოთ, წავიდეთ ცოტა აღმოსავლეთით. ლაოძი რას ამბობს? დრო ქმნილება. და ვინც ამბობს, რომ დრო არ მაქვს, ის იტყუება, რადგან დრო აქვს, მაგრამ უბრალოდ არ უნდა. პირდაპირ ლაოძი ამას ამბობს. ქრისტიანული იდეოლოგია ხო არ არის? სოფლიო მოაზროვნეები ყველანი ამას ამბობენ. ძველი ფილოსოფოსები ბერძნები ამას ამბობდნენ, რომ დრო ქვიშის საათია და თითოეული მარცვალი განუმეორებელი წამი. და ის რომ ჩამოვარდება ამ ქვიშის საათიდან, შენ მას რაში იყენებ, ამაზე უნდა იფიქრო. ერთი ესეთი ფილოსოფიური ვარჯიში არსებობდა თურმე ადრე მოსწავლეს დააყენებდნენ ქვიშის საათს დააჭერინებდნენ ხელში და ეს იყო მისი ამოცანა რომ დაკვირვებოდა როგორ იცლება ეს ქვიშის საათი. ეს იყო მთელი გაკვეთილი. და ანუ აქ რას უნდა მიუხედროდა ის მოსწავლე ახალგაზრდა რომელსაც ფილოსოფოსობა სურდა დროის ფასს უნდა მიუხედროდა როგორ მიიდის დრო და ყოველი ქვიშის მარცვალი როგორი უნიკალური და განუმეორებელია. ოღონდ თავარი პირობა იყო ამას უკან აღარ ატრიალებინებდნენ რომ დაიცლებოდა ეს გაკვეთილი მთავრდებოდა. და ჩვენ ხშირად ბავშვებს ალბათ უნდა მივცეთ მაგალითი პირადი ურთიერთობისა. აი ზოგჯერ რა არის, ცით, მშობელი ტელეფონშია, ბებია ტელეფონშია, ბაბუა ტელეფონშია, ძმა ყველა ტელეფონშია და ბავშვი რო უყურებს ახლა ამ პროცესს, პიროვნული ურთიერთობები იკარგება ერთმანეთთან. უნდა ავდგეთ და მიზანმიმართულად გამორთოთ ხანდახან ეს ტელეფონი, უბრალოდ გვერდზე გადავდოთ როგორც არის და დაუთმოთ ჩვენი დრო უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობას ოჯახში. პირდაპირ გეუბნებით პრაქტიკულ რაღაცას. ადამიანები დღეს ოჯახებში საკვებს ისე ჭამენ, ანუ ისე სუფრასთან აღარ ატარებენ ერთმანეთთან დროს. უბრალოდ საკვების მიღებაზე არიან გადასულნი, ჩავიხედოთ ყველამ გულში მაყურებლები ხო იყურებენ. რა ხდება ოჯახში? ერთად ხდებით, საუბრობთ, ერთმანეთს დროს უთმობთ, ან ღმერთთან ურთიერთობას დროს უთმობთ. ყველა მამამ უნდა უთხრას ეს თავის თავს, რომ რა მაგალითს ვაძლევ მე შვილს. ლოცვის მაგალითს ვაძლევ, ერთმანეთთან ურთიერთობის მაგალითს ვაძლევ, საქმის კეთების მაგალითს ვაძლევ, ცხოვრების დროის დაფასების მაგალითს ვაძლევ. ყველა დედამ უნდა უთხრას ეს თავის თავს. ჩემ შვილს როგორ ვექცევ? ყველა დედამ და მამამ უნდა უთხრას თავის თავს ჩვენი ურთიერთობით. რა მაგალითს ვაძლებთ ჩვენ შვილს? აი ოჯახს ეს დანიშნულება. ყველა დეტალი ბავშვი კოპირდება. ჩვენ რო ბავშვს ველაპარაკო და უთხრობთ შვილო ესე უნდა გააკეთო, ესე უნდა გააკეთო, ესე უნდა გააკეთო, იმდენის მომცემი არაა, როცა უბრალოდ დაანახებ რა უნდა გააკეთო. რო დაანახებ, უფრო მეტი მოქმედება და მეტი ძალა აქვს მას, ვიდრე საუბარს. თეორიული მასალა, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ მე თუ პრაქტიკაში არ ვაკეთებ ამას.
მაშინ რა აზრი? თუმცა ერთია ოჯახის მაგალითი მამათომა და მეორე არის უკვე სოციუმი. ბავშვი, რომელიც კი გარკვეულ ჯგუფებში ხვდება, ხო ეს იქნება ბაღი, ეს იქნება სკოლა, უნივერსიტეტი და ასე შემდგომ, ხომ გარშემო ჯგუფები და არ შეიძლება არ ვთქვათ ის, რომ მათი ზეგავლენის ქვეშაც ექცევა და თავისთავად ადამიანი ყალიბდება ამ ურთიერთობებით, ხო? ჩემმა შვილებმა ბილწი სიტყვები რომ თქვეს, პირველად რომ გავიგე მათგან, ეს იყო მას შემდგომ რაც ბაღში შევიყვანე. დიახ. ანუ ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენ გარემო რო არ გვაქვს სუფთა ეს ვიცით. ამან უნდა შეგვაშინოს, არ უნდა შეგვაშინოს. მაგრამ თუ ჩვენ ოჯახიდან წარმოიდგინეთ აი ამ გარემოში, რომელიც ძალიან დამაზიანებელია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენთვის, თუ ოჯახიდან მაინც არ მივეცით ზურგი და ოჯახიდან მაინც არ მივეცით ის ფუნდამენტი, რომელზეც მე სწორად განვითარდება, ცხოვრების დროს ისე გაატარებს დამერწმუნეთ, რომ რისთვის იცხოვრა იმ ბავშვმა თვითონაც ვეღარ მიხვდება. თუ ოჯახმა ამის მაგალითი არ მისცა. ავით შეიძლება ოჯახს ძალიან დიდ პასუხისგებლობას ვანიჭებ ახლა ამ საუბარში, მაგრამ ობიექტური რეალობა ესეთია. ნუ ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ ბავშვს უსწავლებია აქეთ ოჯახისთვის, ესეც მომხდარა, მაგრამ ეგეც ხო ოჯახია. ანუ ოჯახში დედა ასწავლის ბავშვს თუ ბავშვი ასწავლის დედას თუ მამას, ეს მაინც ოჯახია და ოჯახის ღირებულება. და ერთმანეთთან ურთიერთობაზე არის საუბარი, წეგან თქვენ რაც ძალიან შეიძლება ის რაღაც თვისებები შემოიტანოს ოჯახში გარედან ბავშვმა და შემდგომ უკვე მშობლებზე არის სწორად ის პასუხისმგებლობის წილი, რომ ის რა ინფორმაციაც მან დღის განმავლობაში მიიღოს, შემდგომ ეს გადამუშავდეს და გადახარისხდეს სახლში, ხო? და ურთიერთობა დადებითი რაც არის, იმაზე გამახვილდეს ყურადღება და უარყოფითი რაც არის, განუმარტონ თუ რატომ არის ეს უარყოფითი იქცევა იქნება. იცით რომელი ოჯახი სადაც ესეთი ამბები ხდება? ბატონო. ეხლა რასაც ლაპარაკობთ, იცით ეგეთი ოჯახი სადაც ეგეთი ამბები ხდება? მაინტერესებს. სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება მამათომა ალბათ ასეთი ოჯახები რომ არ იყვნენ. რეალურად არსებობენ ესეთი ოჯახები. და თუ ესეთი ოჯახები არსებობენ და ვიღაცამ შეძლო, ისე ყველა შეუძლია. და მე პირდაპირ ვიტყვი რომ ბავშვს წეღარ რომ მაგალითი თქვი, ცუდი შემოიტანა სახლში თქო. ცუდის გარდა იცით რამდენი კარგი მოაქვს? ანუ არ არის ეგრე, ოჯახი ცოცხალი პროცესი აღონდა. ამას ჩვენ ისიც როდის მივხვდებით ბავშვისგან, ის ცუდის მომტანია თუ კარგის მომტანია, ან ჩვენ რჩევას იცით როდის მივცემთ, ცუდი რა არის და კარგი რა არის, როცა მასთან დროს გავატარებთ. როდესაც თუ ურთიერთობა ჩვენ დროს არ უთმობთ მას და დროს არ ხარჯავთ მასთან ურთიერთობაში, მაშინ ამას ვერ მივხვდებით, მან ცუდი მოიტანა თუ კარგი მოიტანა. თორე უამრავი მაგალითი ვიცი, ბავშვს კარგი მიუტანია ოჯახში და ამას შეუცვლია მისი ცხოვრება. და ოჯახის წევრების ცხოვრებაც. ხა ჩვენ რომ ძირითადად სათქმელს მაინც არ ავსდეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ დრო ეს არის პირდაპირი საშუალება ჩვენი განხთობისა. დრო ეს არის ის ნიჭი, რომელიც უბრალოდ უნდა გავაცოცხლოთ ჩვენში და არასდროს არ უნდა მივცეთ ჩვენს ცხოვრებას, ამ ქვეყნის პრობლემებს, განსაცდელებს. იმის საშუალება რომ ჩვენ დრო დაგაყარგინოს. ჩვენ შეგვიძლია აი ხა ვინც გვისმენს პირდაპირ ვეტყვი, შენ შეგიძლია ღმერთთან ერთობით იყო ბედნიერი და გახდე ღვთის ხატი და მსგავსი. გახდე ბედნიერი შენც და გახადო ბედნიერი სხვაც. ეს შეგიძლია, იმიტომ რომ ღმერთი შენთანა. ეს ყველას შეუძლია. თავარი ადამიანმა არ უთხრა საკუთარ თავს, რომ მას არ შეუძლია ღმერთთან ყოფნა. არ შეუძლია იყოს ის რისთვისაც ღმერთმა შექმნა. ეს არ უნდა უთხრას ადამიანმა თავის თავს. უფალი რას გეუბნება? პირველად ეძებდით სათასასუფეველს და დანარჩენი შეგეძინებათ თქვენ. აი ეს პირველად ეძებდით სათასასუფეველს, ზუსტად პროცესს ნიშნავს, რომელშიც ჩვენ მართლა უნდა ვეძებოთ სასუფეველი, ჩვენი სული გამოვაღვიძოთ და დავიწყოთ ის კეთილი საქმეები და ის წინსვლა, რომელიც აქამდე შეიძლება არ ქონდა დაწყებული. მამათომა, კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს რჩევებს, ჩვენი საუბრის ბოლოს, რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და სასაუბრო თემა, რა არის თავარი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ გამონახოს უფალთან ურთიერთობისთვის ეს დრო. ქვიში საათი დაიჭიროს თქვა ხა ხელში რო თქვა და გადმატრიალოს თქვა ალბათ კარგი მაგალითი იქნება. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მსგავსად. თავარი ხა მართლა რა არის, იცით? გულში უნდა ჩაიხედოს ადამიანმა და გულწრფელად კითხოს თავის თავს, რა უნდა? უნდა ღმერთი? უნდა აბედნიერება? მაშინ ადგეს და გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით, всё დამთავრდა. რა არის, იცით? ჩვენი გული არის ადგილი, რომელიც ხარითია სავსე და ხარითია სავსე. და ჩვენ უბრალოდ თუ გულს გავათავისუფლებთ იმისთვის, რომ იქ ღმერთი შევიდეს, ღმერთი შევა
და სულიწმიდის მადლით იმხელა ძალას მისცემს ჩვენს პიროვნებას და ისე გაანწმენს ჩვენს გულს ჩვენს გაგვიკვირდება უბრალოდ უნდა დაუთმოთ ღმერთს როგორ გვეუბნება წმინდა წერილი დაუთმე ღმერთს ხნე იყავი და გაძლიერდი ნუ შეგეშინდება დაუთმე გული შენი უფალსა პირდაპირ გვეუბნება წმინდა წერილი მეტი რა ქნას ღმერთმა რაც ჩვენთვის ჩვენი წარმატებისთვის რეალურად ჩვენი ბედნიერებისთვის და კაცობრიობის ბედნიერებისთვის საჭიროა ყველაფერი დაგვიწერა და მოგცა და ის მამთო რასაც საუბრობდით ხო ოჯახის ურთიერთობა ოჯახის წევრების ურთიერთობაზე იგივე არის აბსოლუტურად ჩვენი ურთიერთობა მოძღვართან უფალთან როდესაც ტაძარში ვივლით როდესაც მოძღვარს ვესაუბრებით როდესაც ლოცვებს ვკითხულობთ სახარებას ვეცნობით ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში თავისთავად რომ ის არასწორი ნაბიჯები რომელსაც ვდგამთ შესაბამისად გავიაზროთ და სწორი მიმართულება და სწორი ვექტორი ავირჩიოთ და შესაბამისად თავისთავად უკვე გამოვნახავთ დროსაც საერთოდ მოძღვარს ვეძახით მამას მამა თუ შვილი და მამა არსებობს უკვე რა არის ოჯახია ჩვენ როცა ოჯახზე საუბრობდით ნუ წეგან საუბარი ისე წავიდა რომ კონკრეტულად ცოლი ქმარი და შვილის ოჯახზე ვისაუბრეთ თორე ეკლესია ოჯახია ყველაზე დიდი ოჯახი ჩვენ ერთი ოჯახი ეხლა ვინც გვისმენს გვიყურებს ქრისტიანი ვინცა ყველა ჩვენი ოჯახის წევრია და ჩვენ მამისგან შვილს ან შვილისგან მამას სიყვარული და ვერჩი დგომა აუცილებლად უნდა გამოუხატოთ და დაუთმოთ დრო ეკლესიაში მოძღვართან ურთიერთობას, ერთმანეთთან ურთიერთობას, ერთმანეთის სიყვარულს და კეთილ საქმეებს. ძალიან დიდი მადლობა მამა თომა ორძანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. წმინდა 9 ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მმართველი დეკანოზი თომა ცეცხლაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.